არაფერ შუაშია ხუმრობა, არაფერ შუაშია Facebook პოსტი, ყველამ ვიცით, რომ ონისე, ვახო, გიორგი სამიზნე გახდნენ იმის გამო, რომ თავენთი სამოქალაქო პოზიციების გამო და იმის გამო, რომ არიან კრიტიკულები და ხმამაღლა ფიზიკურ პროტესტში თუ არა ფიზიკურად უპირისპირდებიან იმ რეალობას, რაც გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ ნაკლებად მგონია, რომ დრო უნდა დავხარჯოთ, და ვიმსჯელოთ ხუმრობის ხარისხზე, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ ონისე სამიზნე გახდა სამოქალაქო პოზიციების გამო და ძალიან მკაფიოდ, ძალიან ცხადად, ხა ვისაც ორი თვალი აქვს და ორი ყური აქვს, მე მგონი მშვენივრად ხედავს, რომ როგორ ორკესტრირებულად დადგეს ეს სცენა, დაიქირავეს სავარაუდოდ ეს თავდამსხმელი, რომელიც შემდგომ ორკესტრირებულად მოყვა ქართულ ოცნებასთან დაახლოვებული ადამიანების მხარდამჭერი კომენტარები, წერილები და ასე შემდგომ და დღეს უკვე ძალიან ის იყო, რა ქვია, საგულისხმო იყო ჩემთვის, ვერც კი მივხვდი ამდენმა ადამიანმა როგორ და საიდან გაიგო, რომ 12 საათზე იყო სხდომა ჩანიშნული, ნუ ალბათ სადმე დაანონსდა, იმიტომ რომ ასეთი ათეულობით ადამიანის მობილიზებული მიყვანა სასამართლოს ეზოში, თან ძალიან საგულისხმო იყო, რომ არავინ არის სულ არც მედიასთან, ან ძმა ხარ, ან მეგობარი ხარ, ან ოჯახის წევრი ხარ, რაღაც თქვი, რატომ ხარ და რისთვის ხარ, ძალიან განსხვავებული სურათი იყო იმისგან, რაც გვინახავს ხოლმე სასამართლოს ეზოში სინდისის პატიმრების საგულშემატკივრად მისული ადამიანების მხრიდან და ერთი შეხედვით ძალიან მკაფიო იყო, რომ ეს იყო ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული რაღაცნაირი სცენა, სადაც თავისი სახელოვანი სახეებითაც იყო შემკული რა და შეზავებული გულისხმობ ქართული უცნობი იყო მე მგონი წარმოდგენილი მათ შორის მხარდამჭერთა შორის და ეს ბატონი რომელმაც დატოვა სასამართლოს ეზო, ნუ არაფრის თქმა არ მოისურვა, როცა ორი დღის წინ ორგვერდიანი წერილი გამოაქვეყნა. თქმაც არ არის საჭირო ხოჭერის კადრებიც ბევრ ამას. შესაძლოა იმედის მინდა რომ კიდე გავუმეოროთ მაყურებელს ეს კადრები. შემდგომ დღეებში ვიხილოთ რომელიმე ეთერში პროსახელმწიფო მედიის და უფრო გაშალოს თავისი მოტივაცია ამგვეს რომ დაუწერო ტექსტები უფრო ნაკლებს არის ხო რასაც ხედავთ ესეთი ძალიან გულმოსული და ისეთი წერილი იყო და ველოდი რომ ასეთი სათქმელით მოტივირებული ადამიანი როგორც გამოდიხარ სულ ცოტა უნდა გინდოდეს საზოგადოებას და გამოიყენო ხო ეს პლატფორმა რომელიც გარეთ დახვდნენ მედიები და საკმაოდ ისე ორგანიზებულად შემალეს მანქანაში ხო, რაც შეეხება ნორმალიზებას, მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების მიზანი ჩვენ თუ დავაკვირდებით სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად ცდილობენ, რომ ერთ რეპრესიულ ინსტრუმენტს მაინც იყენებდნენ, რომ საზოგადოებას მუდმივად ახსოვდეს, რომ ჩვენ ვსჯით, ჩვენ არავის ვპატიობთ კრიტიკას, არავის ვპატიობთ იმას, რომ გაგვიწიონ წინააღმდეგობა, იმიტომ რომ იყო ტროტუარების თემა, ჯერჯერობით ეს ტროტუარების თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა, ანუ ამ მიზეზით დაპატიმრებებს ვეღარ ხედავთ. ეხლა წამოვიდა ეს ქროლვასკრინვის სააგენტოს გამო ჯარიმები და პატიმრობები, ხო? ანუ ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ მუდმივად საინფორმაციო ველში არ უნდა მოუშვან, არ უნდა მოუშვან იმის შესახებ, რომ ეს არის რეპრესიული მართლობა, იმიტომ რომ ქართული ოცნება და ჩვენც ყველა ძალიან კარგად ხვდებით და ვხედავთ, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილება არის ძალიან დიდი, მაგრამ ამ საზოგადოების წევრები სხვადასხვანაირად გამოხატავენ. ზოგი ამას გამოხატავს, ზოგი არ გამოხატავს, ვინც არ გამოხატავს არც ფიზიკურ პროტესტში ყოფნით და არც სხვა პლატფორმებს არ იყენებს ამ თავისი წუხილების გასაზიარებლად, მათ საჩვენებლადაც არის ეს, რომ აი ის ნაწილი, ვინც ბედავს და თავის კრიტიკულ პოზიციებს ხმამაღლა ამბობს, აი ასე ისჯება და ეს არის გზავნილი მათთვისაც და იმ აქტიური ნაწილისთვის, ვინც ამ ფორმას იყენებს და ასე ცდილობს, რომ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი წინააღმდეგობა თუ უკმაყოფილება. ხო, ეს არის ერთის მხრივ აქტიური ადამიანები, რომ შეშინდნენ იმისთვის და არა აქტიური, მაგრამ ხელისუფლების და ამ მმართველობის კრიტიკით მან უკმაყოფილო ადამიანებისთვის გზავნილი, რომ აი როგორც ხართ, ასე დარჩით. იმიტომ რომ ხმამაღალი კრიტიკა და პროტესტში მონაწილეობა ასე ისჯება. ეს არის ეს სურათი.